საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმენების კანონზე მსჯელობა გრძელდება. მოსამართლეები ექსპერტებს და იმ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლებს უსმენენ, რომელსაც ეგრეთ წოდებული მოსმენების გასაღები აქვს. პლენუმი უკვე მეორე დღეა იმ 326 სარჩელს განიხილავს, რომელიც კამპანია ეს შენ გეხებას ფარგლებში ცალკეულმა მოქალაქეებმა შეიტანეს. მთავარი მოთხოვნაა სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნოს კანონი, რომლის თანახმადაც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც მათი მტკიცებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაშია და დაინტერესებულია ჰქონდეს პირდაპირ წვდომა სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციებზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსმენების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სახალხო დამცველმაც მიმართა. სასამართლოში მეგობრის სტატუსით განაცხადი პრეზიდენტმა შეიტანა. მიზანი ის არის, რომ მან მოიპოვოს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის მოპოვებით თავისთავად ხელი შეეწყოს დანაშაულის გახსნას, ახლა ეს ხარია და ამას არავინ არ უარყოფს. ხო, თქვენ გულისხმობთ, რომ თავისთავად ის ინტერესი, რომ ამას აქვს, რომ თავის მოვალეობა აღასრულონ, ეს პირდაპირ კავშირშია, რომ აი რაღაც დანაშაული იყოს გახსნილი, კონკრეტული დამნაშავე დაიცადოს, ამ პირით კავშირსაც თქვენ თქვით, რომ არის პროფესიული ინტერესი. ეს ხო მირითი კავშირია. როდესაც ამ კანონმა მიედინება ამ ორგანოს უნდა რაღაცის ანუ ასე ვთქვათ, თავის საგამოძიებო ღონისძიებების ფიზიოლოგიურად საყოველთაო ეს ფუნქციები, რომ გამოკითხოს სიამოვნებო დოკუმენტები და ასე ვიზუალური ხალხი პირდაპირ დანაშაულის გამოვლენის მიზნით სამხედრო ღონისძიებები ტარდება სწორედ დანაშაულის გამოვლენის მიზნით. ამ შემთხვევაში ეს როგორც ოპერატიულ სამხედრო ღონისძიების ორგანო, ეს არის გამოძიების თავი, თუ ეს არის ხელები, რომელსაც ხოლმე ევალება და რომელიც ახორციელებს იმ მოქმედებას. ითქება სააგენტოს შესახებ კანონში არ უთითებს, რომ ეს გამოკითხვა ტარდება ამ სააგენტოს ამავე კანონის გათვალისწინებული ამოცანების შესაძლებლობას. მითითება საკითხებს უბრალოდ ოპერატიულ სამხედრო ღონისძიების შესახებ კანონი.